ბატონო ნიკა, რა გაქვთ სათქმელი თქვენ? რატომ მოხვედით ახლა მთავრობის კანცელარიაში? სათქმელი ბევრი არაფერი არ არის. ვარ დაგიმალოთ, პირდაპირ გითხრათ, ძალიან მოკლედ. არაფერი აღარ არის სათქმელი. სათქმელი უკვე ითქვა. რეჟიმი, მოძალადეობრივი რეჟიმი უნდა გადაადგეს, წავიდეს. მარტივად არის საკითხი. ძალიან მკვეთრად დაისვა საკითხი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. რეჟიმი უნდა გადაადგეს. აი ეს მაქვს ახლა სათქმელი. დანარჩენი, პირდაპირ გეუბნებით, მე როგორც ერთ რიგით მოქალაქეს მაქვს საბრძოლველი. 100.000 საქართველოს მოქალაქესთან ერთად. სალსაუბრო, სალაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის მთავარი იარაღი არის საუბარი, პრაქტიკულად აღარ დარჩა, ითქვა უკვე ძირითადი. ამიტომ ეს ბრძოლა იქნება მტკიცე უკომპრომისო გამარჯვებამდე და ეს ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. პირიქით, ვინც და თბილისში ვერ მოახერხეთ ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო. ხვალ ყველანი უნდა დაუბრუნდეს თბილისში. და მანამ სანამ ღარიბაშვილის მთავრობა არ გადადგება, ეს ვითარება არ შეიცვლება. ამ ადამიანებმა იძალადეს მოკლეს ადამიანი ლექსოს სიცოცხლე შეიწირეს, ნუ რა ვის ექნება იმისი იმედი, რომ ეს ყველაფერი მათ გაუვათ, ისევე როგორც შესაძლებელია ბევრი რამ გასვლიათ. იმიტომ რომ ყველაფერს პასუხისმგებლობას ქართული ოცნება არიდებს. როგორ უნდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქართული ოცნება ვერ აირიდებს და ვერც ექნება, იმიტომ რომ პოლიტიკური გუნდი ქართული ოცნება არ არის. პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორ შეიძლება ჰქონდეს მოძალადეს კრიმინალებს, რომლებიც კანონიერ ქურდებზე, ყაჩაღებზე და ავაზაკებზე და ზონდერებზე დგას. რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა ვთხოვდეთ ღარიბაშვილს, რომელიც ამისთვის მოიყვანა ივანიშვილმა, რომ იძალადოს. და ხელხემაში გადატეხოს ქართველი ერის რწმენა, რომ ოდესმე შეიძლებოდა რამე შეცვლილიყო ამ ქვეყანაში. და ღირსება და თამოყარეობა და ასე შემდეგ. ანუ მე ვერ მექნება პრეტენზია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დაკავშირებით იმ ერთობასთან, რომელიც დაკომპლექტებული არის მოძალადეებით. ბრძოლა ამით დავასრულებ, იქნება გამარჯვებამდე. სხვა გვარი სცენარი არავინ არ წარმოიდგინოს, რომ შესაძლებელია განვითარდეს. გაღმა ნაპირზე არის ქართული ოცნება მოძალადეებით დაკომპლექტებული გასული, აქეთ მხარეს დგას ქართული ერი. საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც არ ემეტებათ სახელმწიფო ოლიგარქისთვის და მოძალადეებისთვის.